გამარჯობა, აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ჩვენ ვიმყოფებით ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე და თქვენ კადრში ხედავთ ხელვაჩაურის მიმდებარე ტერიტორიას, ეგრეთ წოდებული ნაძვების დასახლება, სადაც აქ შენდება სკვერი, რეკრეაციული ზოლი, თუმცა მოსახლეობას აქვს პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები და მოთხოვნები, კერძოდ ეს ეხება იმას, რომ აქ მცხოვრებლების თქმით პროექტის ფარგლებში შენდება მინი სტადიონი, რაც არ აკმაყოფილებს მათი აზრით სტანდარტებს და ითხოვენ, რომ შედარებით დიდი ზომის სტადიონის მშენებლობა დაიგეგმოს ამ ტერიტორიაზე, რომელიც არის თავისუფალი სივრცე. უფრო მეც აქ შეკრებილი ადამიანებისგან მოვისმენთ, მათი სურვილი და თხოვნა იყო, რომ აჭარა თაიმსის მეშვეობით ბათუმის მერიისთვის მიეწვდინათ ხმა და ეს მოთხოვნები გაეჟღერებინათ პირდაპირ ეთერში. მოდით დავიწყოთ ამ ადამიანების მოსმენა, ვნახოთ რა აქვთ მათ სათქმელი და რა მოთხოვნები აქვთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. მოდით დავიწყოთ თქვენი მოთხოვნების გახმოვანება. გითხარით, რატომ ითხოვთ შედარებით დიდი ზომის სტადიონის მშენებლობას. პროექტი უკვე ფაქტიურად დასასრულს უახლოვდება, რეკრეაციული ზონაში შენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თუმცა ახლა თქვენ ითხოვთ გაცილებით დიდ სტადიონს და რატომ ეს რომ დაგვისაბუთოთ? მოგახსენებთ, ესე იგი ჩვენ ყველანი ვართ ძალიან მოხარულები, დაახლოებით წელიწადზე ნახევრის მეტის წინ ხელვაჩაურის დეპუტატების ჩართულობით და უშუალოდ მათი აქტიურობით და რამოდენიმე ბათუმის მერიის საკრებულოს წევრის აქტიურობით არსებული პროექტი ხორციელდება და უკვე დასრულების ფაზაშია, თუმცა ეს ყველა ჩვენგანის ბავშვობის ოცნება იყო და არა მარტო ჩვენი უფროსი თაობის ბავშვობის ოცნებაც იყო, ჩვენ გსურდა აქ რომ ქონოდა შედარებით დიდი სტადიონი, რასაც ექნებოდა რამოდენიმე ფუნქცია, არა მხოლოდ ფეხბურთის და კალათბურთის, ასევე ფრენბურთის და ჩოგბურთის მათ შორის. თქვენ ნახავდით ალბათ ბატონო ჩემო, თუ როგორი მცირე ზომის საფეხბურთო სტადიონია მოწყობილი, რომელიც მხოლოდ შეიძლება რომ მცირეწლოვანთათვის გამოდგეს და ჩვენ შედარებით უფროსი ასაკის ადამიანებმა რა გავაკეთოთ, როცა ძანება ჩემო ბატონო. როცა მოვითხოვთ აქ უშუალოდ აშენდეს ჩვენთვის სტადიონი ახალგაზრდებისათვის. კი, რა თქმა უნდა, აშენდა მივესალმები, მაგრამ პატარა სტადიონია. ის არის მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის. ჩვენ დროსნი დიდმალმა ხალხმა რა ვქნათ. ამიტომ ძირითადად მოვითხოვთ აქ აშენდეს სტადიონი. მრავალფუნქციური და ეს საპარკინგო ადგილი თუ იქნება, იქით კაცო ადგილის მიწვეთი რა არის? გასაგებია. ანუ ამ ტერიტორიაზე როგორც გავიგე, საპარკინგო სივრცე არის გათვალისწინებული, თუმცა თქვენ ითხოვთ, რომ ამ ტერიტორიაზე აშენდეს ეს სტადიონი, ხო? დიახ, ესე იგი ჩვენი მოთხოვნის ძირითადი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ არსებული ეს მონაკვეთი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არის პარკინგისთვის განკუთვნილი და იმედი მაქვს, რომ კამერაში ჩანს იქით დაახლოებით რამოდენიმე მეტრში სრულიად შესაძლებელია, რომ პარკირებამ გადაინაცვლოს და გაგვიკეთონ აქ შესაბამისი ზომის საფეხბურთო სტადიონი, სადაც შევძლებთ არა მხოლოდ ფეხბურთის, ასევე კალათბურთის, ფრენბურთის და ჩოგბურთის თამაშს და რა ეს იქნება, აი ბატონი ახმედის მართალს ბრძანებს, გარდა ამისა, კარგი იქნება ამ ყველა სილამაზესთან და სიკარგესთან ერთად თუ ფასიან საპირფარეშოსაც მოაწყობენ, რომლის ღირებულებაც სამწუხაროდ ჩვენი სოციალური ფონდიდან არ იქნება 50 თეთრზე მეტი, იმიტომ რომ 1 ლარის და მეტის გადახდის ფინანსური შესაძლებლობა ძვირფასო მერია არ გვაქვს და თქვენი სუბსიდიის იმედი გვაქვს ძვირფასო საკრებულოს წევრებო. გასაგებია, მადლობა. თქვენც რომ დააფიქსიროთ აზრი, რატომ ითხოვთ შედარებით დიდი ზომის სტადიონის მშენებლობას, მათ შორის თქვენ ახსენეთ საფირფარეშოს ველი წერტილების მოწყობასაც კი ითხოვთ ამ რეკრეაციულ ზოლში. რა ვიცი, რატო ვითხოვ, რა უკეთესი იქნება რა. ტევადობაც დიდი იქნება და ცოტა მოზრდილი ადამიანებიც ხო გავერთოთ ან ვივარჯიშოთ, კარგი იქნება და მაგისთვის. და ტუალეტიც რო იყოს აქ რომ ამდენი ამხელა პარკია, მიდის, მოდის და ახლა ბოდიში და ხესთან ძაღლებით არ მეისახმო ადამიანმა, რომ იყოს ტუალეტი და კულტურაც იქნება და სილამაზეც იქნება, ხო? მეთანხმებით ალბათ. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. თქვენც რომ გითხრათ, ხო,
მცირე ზომის სტადიონი შენდება, რაც ალბათ პატარებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ახალგაზრდა თაობა მოზრდილების შედარებით ითხოვთ სხვა ტიპის სტადიონის მშენებლობას. რამდენად არის შესაძლებელი ამის გაკეთება ამ ტერიტორიაზე? მოგახსენებთ, ჯერ პირველ რიგში მადლობელი ვარ იმისთვის, რომ აი ამ ხელა სილამაზე კეთდება ჩვენთან ხელვაჩაურის რაიონში. მოგახსენებთ იმასაც, რომ მადლობელი ვარ კიდევ ერთხელ და უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველა წერტილში, ყველა ადგილას ასეთი სამხიარულო ადგილი და სასვენებელი ადგილი და რაც შეეხება მოედანს და სტადიონს, ეს ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია განცხადების ფორმით ყველანაირად, რომ გვინდოდა მთელ სოფელს გვინდოდა დიდი სტადიონი აი ამ ადგილასთან. ეხლა გავიგეთ, რომ კეთდება აქ ავტოპარკინგის გასაჩერებელი ადგილი, მანქანის გასაჩერებელი ადგილი, რომელიც რომ შეიძლება რომ გადაინაცვლოს. და ამ ადგილას შესაძლებელია ისიც რომ გაიმართოს დიდი სტადიონი. იმიტომ რომ ჩვენ დიდმა მოზარდნებმა შეძლოთ თამაში გართობა და მხიარულება რა. ასეკებია, მადლობა. დიახ, ასეთი არის აქ შეკრებილი ადამიანების მოთხოვნები. ისინი ითხოვენ, რომ პროექტის ფარგლებში ამ ტერიტორიაზე, რომელიც არის თავისუფალი სივრცე, მოეწყოს სტადიონი ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ შეძლონ სპორტული ცხოვრებით, ჯანსაღი ცხოვრებით წესით დაკავდნენ ისინი და შეძლონ სხვადასხვა თამაში. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ, თქვენც რომ გვითხრათ რატომ ითხოვთ აქ სტადიონის მშენებლობას და რამდენად შესაძლებელია თქვენი აზრით რომ მოეწყოს აქ? შესაძლებელი არის ძალიან ავიც ალბათ ყველანაირად თუ მოვინდოვით, ყველაფერი მონდომებაზეა ეს და იქნება უკეთესი იქიდან გამომდინარე რომ ითამაშებენ მოზარდების, მოზრდილების და ყველა თაობა შეიძლება თამაში და ან ნორმალურად გაიმართება ყველაფერი რა. ასეკებია, მადლობა. დიახ, ასეთი არის მოთხოვნები, რასაც ისმენ თქვენ პირდაპირ ეთერში, აქ მცხოვრებლები ითხოვენ, ეს არის ბათუმს შემოერთებული ტერიტორია, კერძოდ ხელვაჩაურის გამგეობის მერიის მიმდებარე ტერიტორია, ამ ტერიტორიას ეძახიან ეგრეთ წოდებული ნაძვების ტერიტორია, სადაც ბათუმის მერია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, კერძოდ ეწყობა რეკრეაციული ზოლი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტიპის ატრაქცია ეწყობა, მათ შორის გაკეთდა მცირე ზომის სტადიონი, რომელსაც ალბათ კადრში ხედავთ შედარებით მოშორებით არის, თუმცა ეს სტადიონი, როგორც თავად გვითხრეს, აქ მცხოვრებლებმა არ არის მრავალფუნქციური, ის არის ძირითადად ბავშვებისთვის გათვალისწინებული, ამიტომ ითხოვენ ამ თავისუფალ ტერიტორიაზე შედარებით დიდი ზომის სტადიონის მოედნის მოწყობას. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენც გითხარით, რატომ ფიქრობთ, რომ აქ დასახლებაში გესაჭიროებათ მრავალფუნქციური სტადიონი? იმიტომ რომ პირველ რიგში მოსახლეობა ბევრი არის, ის პატარა სტადიონია, ალბათ მხოლოდ ბავშვები ისარგებლებენ და მოზრდილებსაც გვაქვს იმის სურვილი, რომ ჩვენც რო გავერთოთ, ჩვენც ვიხალისოთ, მაგრამ ეს ადგილი, რომელიც რო ჩვენს გონებაში გადაწყვეტილი ქონდა, რომ მოწყობილიყო მულტიფუნქციური ცენტრი, აპირებენ პარკირებას, მაგრამ აი გაჩვენებთ არის შესაძლებელი იმ ტერიტორიაზე, რომ განთავსდეს პარკირება და თუ მოინაცვლება ეს ადგილი, მადლიერი დაუჩებით. ასეკებია, მადლობა. დიახ, სტადიონის მშენებლობას ითხოვენ, მე მაყურებელს კიდევ შევახსენებთ ამ ტერიტორიაზე, ეს არის ბათუმს შემოერთებული ტერიტორია, სადაც ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ არის ეს პროექტი დასრულებული, არის მიმდინარე ეტაპზე, თუმცა ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში თქვენ კადრში ალბათ ხედავთ, რომ შედარებით შიდა ტერიტორიაზე მოეწყო მინი სტადიონი, რომელიც ალბათ გათვალისწინებული იქნება მცირე ზომის მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის, უფრო სწორად რომ ვთქვათ, და ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათაც სჭირდებათ შედარებით დიდი ზომის მოედანი, რადგან ისინი აქტიურად არიან დაკავებული სპორტული ცხოვრებით და ამიტომ ისინი მიმართავენ ბათუმის მერიას ამ ტერიტორიაზე, სადაც ხედავთ თქვენ არის თავისუფალი სივრცე, ითხოვენ შედარებით დიდი ზომის სტადიონის მშენებლობას. სავარაუდოდ ეს სივრცე არის გათვალისწინებული პარკინგისთვის, თუმცა ამბობენ, რომ არსებობს შედარებით მოშორებით ალტერნატიული სივრცე, სადაც შესაძლებელი არის პარკირების ზონის მოწყობა, ამიტომ თქვენ ისმენთ პირდაპირ ეთერში ამ მოთხოვნებს და მათ ეიმედებათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, კერძოდ ბათუმის მერია, აქ მცხოვრებლების მოთხოვნებს გაითვალისწინებს და
აშენდება პროექტში შევარცვლილება და დაიწყება ამ ტერიტორიაზე შედარებით მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობა. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს. გემშვიდობებით, მადლობა ნდობისთვის.